რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა იწყება. მეოთხე გამოშვება თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად და ვაშა მეგობრებო, ვაშა. კარგი ამბებიც მაქვს და ცუდიც. დავიწყებ ცუდით. საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა შეაჯამა ფასები და ინფლაცია და უნდა გითხრათ, რომ თქვენი ცხოვრება ნამდვილად არ გაუმჯობესებულა. გაუარესებით? კი, გაუარესდა და გაძვირდა. ბოლო ერთ წელიწადში სურსათი ყველას ჩვენ გაგვიძვირდა საშუალოდ 8.3%-ით. აქედან ყველაზე მეტად ისეთი დასახელებები, რაც საქართველოში მოძი და წესით არ უნდა ჭირდეს. ლიმონი გაძვირდა 84%-ით, ანუ თითქმის ორჯერ. კიტრი 55, კომბოსტო 26%-ით. ბაღჩეული, როგორც ერთიანი ჯგუფი, გაძვირდა საშუალოდ 17.6%-ით. ყავა, ჩაი და კაკაო 15.9%-ით. მინერალური წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენი 10.6%-ით. შაქარი, ჯემი და ტკბილეული 9.9%-ით. პური და პროდუქტები 8.9%-ით. თევზეული თითქმის 7%. ზეთი დღეს 30% ძვირი გიждდება ვიდრე შარშან ამ დროს. კარაქი კი 22.9%-ით მეტი. ხოდა ჭამეთ რძედაყველი ოღონდ 6.9%, ანუ თითქმის 7%-ით უფრო ძვირად. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება ყველას ჩვენ გაგვიძვირდა 10.2%-ით. სამედიცინო პროდუქცია 8.3%-ით. საავადმყოფობის მომსახურება სრული 21%-ით. ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი დღეს 23% უფრო ძვირია ვიდრე შარშან ამ დროს. დაზღვევა გაგვიძვირდა 8.7%-ით. ჰიგიენა, ანუ საფონი, შამპუნი, დეზოდორანტი 2.7%-ით. თითქმის 1%-ით გაძვირდა მანქანები. 0.7%-ით გაძვირდა სატრანსპორტო მომსახურება. ხინკალი რესტორანში ამ ერთ წელიწადში 9%-ით გაძვირდა. ყვავილი 15-ით. ხოდა რა გასაკვირია, რომ გაძვირებული იყო საქორწინო ვეშტებით. 26%-ით. ოღონდ როგორც გითხარით, მაქვს კარგი ამბებიც. უფრო ძვირიანი მანქანების ექსპლუატაციის ხარჯი შემცირდა 7.4%-ით. ეს იმიტომ, რომ დიზელი გაიაფთა 14%-ით. ასევე 14%-ით გაიაფთა შპალერი, ნიორი 17%-ით, ინტერნეტი 41%-ით. და რაც ამ სტატისტიკის კაცნობისა და გადახარშვის შემდეგ სულ მცირეოდენ შვებას მაინც მოგვრით, საქართველოში კუბო ერთ წელიწადში 6%-ით გაიაფთა. ამაზეც მადლობა, ბატონო ბიძინა. მადლობა. ცხადია, უმნიშვნელოვანესი ამბავი დღესაც და კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება უკრაინული ოპერაციები ოკუპანტების სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ. აი, მთა რომ მივიდა მუჰამედთან, ზუსტად ეგ ამბავია. დარტყმები აეროდრომს და ყირიმის ხაზზე მართლა დიდებული ამბავია. ოჯახბიჭებს და მუშტი ყბაში ერთადერთი ენა ალბათ, რომელიც რუსის ურდოს ესმის. მაგრამ ტექნიკური მხარით ახლა თავს არ შეგაწყეთ, იმიტომ რომ ამ დღეებში ისედაც ბევრი მოისმენთ და წაიკითხეთ. სამაგიეროდ, არის ერთი ამბავი, რაც ბრიტანელ თუ იაპონელ თუ სხვა ექსპერტებს არ განუხილავთ. დრონები ჯერ კიდევ ფრინდებოდნენ ტრაილერებიდან, როდესაც საიდანღაც, მართლა არ ვიცი საიდან, გაჩნდა ცნობა, რომ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების სარდალმა გენერალმა კობილაშმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. პირველი რეაქცია იყო ძალიანაც გამიხარდა. მეორე რეაქცია ზუსტად ნახევარწამში. გამიკვირდა ძალიან. გამიხარდა იმიტომ, რომ კობილაში მაშინ პოლკოვნიკის წოდებით ბუდიონოვსკის საავიაციო პოლკს მეთაურობდა და ეს პოლკი 2008 წელს საქართველოში ყველაზე მეტს დაფრინავდა და იბრძოდა. Первыми, кто пришел на помощь жителям Южной Осетии и нашим миротворцам, были летчики, которые поднялись на штурмовиках. Они начали наносить удары по колоннам грузинских войск, которые рвались к Крокскому туннелю, чтобы не дать возможность русской армии войти в Южную Осетию. კობილაში პირადად დაფრინავდა су 25-ით. პირადად ბომბავდა ქართულ სოფლებს და ქალაქებს. 2 დღე იბაერამა 9 აგვისტოს კი მისი მოიერიში ჩამოაგდეს. ქართველებმა თავად რუსებმა ახარას გაიგეს. Я ощутил, что по самолету произошел сильный удар и კატაპულტით ამოხდა და ლიახვის ხეობაში ჩახდა. იმ მომენტისთვის ჩვენს მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე. და აქ ვერსიები იყოფა. ერთი ვერსიით, კობილაში ქართველებმა ტყვე დაიყვანეს და შემდეგ გაცვალეს. თავად მისი და ოფიციალური რუსული ვერსიით კი ქართველმა ბებიამ, ვის ბოსტანში წეს პარაშუტიანი მკვლელი ჩამოხდა, მას საგზალი მისცა და პირჯვარი გადასწერა. ციტატა, რომელიც რუსულ პრესაში გამოქვეყნდა. მეუბნება, არ მიყვარს სააკაშვილი, 2 შვილი მყავს რუსეთში, მაგრამ შენ უნდა წახვიდე, ვაიდა გიპოვნონ. მომცა ტომარა, რომელშიც მფრინავის ჩაფხუტი და ხელთათმანები ჩავდე და ქალმა დაიწყო ჩემთვის ლოცვა. გაუყევი სოფელს. გარშემო სააკაშვილის პორტრეტები ეკიდა. ჩემსკენ 2 ბიჭი წამოვიდა. უბეჭს ტეჭკინი და 200 ტყვია მაქვს. შემიძლია მოგერიება, მაგრამ მეძახის ბაბუა.
მივედი ის კი დიდი სამამულო ომის ვეტერანის მოწმობას მაჩვენებს და რუსულად მეუბნება. ჩემთან სახლში დაიმალე სანამ ეს ბიჭები წავლენა. ამ მონათხრობის გადამოწმება ვცადე და სამწუხაროდ საქმის მცოდნე ადამიანებმა ვერსია დამიდასტურეს. მის ხალმიმაც ვიტოვებ, რომ მათაც ეშლებათ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ მის ხალს. ხოლო თუ პოლკოვნიკ კობილაშის მონაყოლე სიმართლეა, იმ ბებიამაც და მისმა შვილებმაც რუსეთში, იმ ბაბუამაც და ყველა მით ზოგადად რუს ოკუპანტებსა და მკვლელებს იფარებდა, საგზალს აძლევდა და პირჯვარს სახავდა, უნდა იცოდეთ, თქვენს კისერზეა და არა მხოლოდ ქართველი, არამედ უკრაინელი ბავშვების სისხლი. თქვენს კისერზეა თქვენს ხელებზე. ამას პირდაპირ დაასვით ბეჭედი საერთაშორისო სასამართლოთი. როდესაც გასულ წელს დაკავების ორდერები გამოიწერა უკვე რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების არლის გენერალ-ლეიტენანტ კობილაშისა და შავი ზღვის ფლოტის არლის ვიქტორ სოკოლოვის დასაპატიმრებლად. კობილაში, კონკრეტულად კობილაში, სარლობდა 2024 წლის ივლისში კიევის საბავშვო საავადმყოფოს განადგურებას რაკეტებით და უამრავ სხვა დანაშაულს, უამრავს. აი ზუსტად ეს არის მიზეზი, რატომაც გამიკვირდა კობილაშის შესაძლო თვითმკვლელობა. კაც, რომელიც ბავშვებს ჯერ ავღანეთში ბომბავდა, მერე ორჯერ ჩეჩნეთში, მერე საქართველოში, რისთვისაც პუტინმა სხვათა შორის რუსეთის გმირის ორდენი მიანიჭა. შემდეგ ხოცავდა ბავშვებს სირიაში, ახლა უკრაინაში და აქამდე არხეინა ცხოვრობდა. თვითმფრინავების დაკარგვის გამო მას იარაღისკენ ხელი არ გაექცევა. ეს რუსის აფიცერია ხალხო, რუსის. ოღონდ უნდა იცნობდეთ ამ ჯიშს. ღირსეული ოფიცერები, რომლებსაც მაგალითად ტოლსტოი აღწერდა ომსა და მშვიდობაში, შეიძლება 2 საუკუნის წინ მართლა არსებობდნენ, მაგრამ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ერთიანად გადაშენდნენ. თუ მაინც და მაინც რუსულ კლასიკას ენდობით და ეგონიათ იმ ქვეყნის სახე, და ამიჯერეთ ჩეხოვის აღწერილი რუსეთი უფრო რეალისტურია. თავისი აფიცრებით და ჩინოვნიკებით. ან ილიასი თავისი პოდპორუჩიკიანად. ასეთები თავს არ იკლავენ, იმიტომ რომ მაგ საქმეს ღირსება სჭირდება. ასეც თუ რამე შეეშალა პუტინის წინაშე, შეიძლება ფეხი დაუწდეს, როდესაც საკუთარი სახლის მერვე სართულის ფანჯრის რაფაზე ავას ასეირნოთ. ეგ ბევრჯერ დამარხნიათ პუტინის მტერს. მაგრამ ტყვია საფეთქელში საკუთარი ხელით არა. დავშტო. სანამ უკრაინელები დამკვრელური ტემპებით ანადგურებენ რუსულ აეროდრომებს ურალს იქით თუ ურალს აქეთ, პუტინი ჯიუტად ახალი სივრცეების ასათვისებლად ისევ ემზადება. ამ ისტორიულ ჩასვლამდე სულ რამდენიმე დღით ადრე გამოსაბრძანება, რომ 5 წელიწადში უნდა აშენდეს არქტიკული ზონის 16 აეროდრომი, მათ შორის ერთი ტაიმირის ნახევარკუნძულზე. ტაიმირი უნდა იცოდეთ სად არის. უბრალოდ იქ, სადაც ხრახნი ეჭირება გლობუსს. ცოტა იმის გვერდზე შეიძლება. მაგრამ ასეთ რეგიონებში, ასეთი დიდი პროექტების განხორციელებას დიდი ატკატები მოაქვს. ატკატის გარეშე კი რუსეთში არაფერი ხდება და არაფერი მოხდება. კრემლის გადაწყვეტილებით ტენდერები გამოცხადა იაკუტიის 3 აეროპორტის რეკონსტრუქციისთვისაც, სადაც მართლა რომ გითხრათ სამანქანო გზებიც კი არ არის. ზირიანკაში, მაგანსა და ნიურბეში. არ დაიწყოთ ახლა Google-ში ამისებნა, სიტყვაზე უნდა მენდოთ, ძალიან შორსაა. იქ ექსპერტების დასკვნით ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ საჭიროა შენობების, ასაფრენი ზოლებისა და მთელი დანარჩენი ინფრასტრუქტურის კაპიტალური რემონტი. სარემონტო სიაში ახლა არ მოხდა სხვა აეროდრომები, რადგან ალბათ ჩათვალეს, რომ იქ ყველაფერი წესრიგშია. ხო და ახლა გაჩვენებთ ერთ ასეთს, სადაც ყველაფერი წესრიგშია თითქოს. რუსულ წესრიგში, ქალაქ ლენსკის აეროპორტს, ასე იაკუტიაში, რომელიც მიწაში წინახება რუსეთის ალმასების მარაგის 82%, ოქროსი 17% და ურანის 61%. და ეს რეგიონი, რომელიც უცოტა ნორვეგიასავით უნდა ცხოვრობდეს, ცხოვრობს აი ასე. ასე მიათრევენ თვითმფრინავებს ასაფრენ ზოლზე. ასე მიეთრევიან ადამიანები ასაფრენი ზოლისკენ. ხო და ეს თუ არ არის სარემონტო აეროპორტი და აი ამ სტანდარტით თუ აპირებთ დანარჩენების რეკონსტრუქციასაც მანურუსნო უკრაინელებმა გინდა დაგბომბონ, გინდა არა, აღარაფერი შეეტყობა მაგ აეროპორტებს. Сотрудниками службы государственной безопасности сопровожден за пределы Республики Абхазия гражданин Российской Федерации Кобахидзе Отари Георгиевич. რამდენი ხანია ბუდიში არავისთვის მოგვიხდია. ჩვენ როგორც ერს. ხო და აბსოლუტმა არ დაახანეს. კიდევ ერთხელ მოგვახდებინეს ბუდიში. Простите за дочку, за меня. მაპატიეთ მეც და ჩემ შვილსაც რომ მან გადაიღო და არც მე დავფიქრდი ისე დავდეთ ინტერნეტში. მაპატიე აფხაზო ერო რომ ასე მოხდა. Простите абхазский народ. А то что так получилось. ეს აწყალი კაცი არის ოთარ კობახიძე. ლტოვილი აფხაზეთიდან, რომელიც აბსუების, რუსებისა და სხვა დაქირავებული გადამთილების ხელით სიკვდილს 93 წელს რუსეთში გაექცა და იქაური მოქალაქეობა მიიღო. იცით რისთვის იხდის ბოდიშს? იმისთვის რომ ქალიშვილთან ერთად 33 წლის შემდეგ პირველად ჩავიდა სოხუმში. მივიდა საკუთარ დამწვარ დანგრეულ სახლში და TikTok-ზე დადო. ესაა მთელი მისი კრიმინალი. და ის რომ ქართველია და სოხუმში ოდესღაც სახლი ჰქონდა.
33 წლის წინ. Ввиду того факта, что подобные видео оскорбляют патриотические чувства граждан Абхазии, а также во избежание конфликтных ситуаций, дальнейшего накала в обществе, Кобахидзе был сопровожден сотрудниками службы госбезопасности за пределы Республики Абхазия в Российскую Федерацию. В дальнейшем во въезде в страну гражданину Кобахидзе будет отказано. აი ზუსტად ეგაა გამოძახილი, რომ 2 დღის წინ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუცია საქართველოს მთლიანობისა და აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების დაბრუნების შესახებ. ხმა არ მისცა ჩინეთმა. ჩინეთმა კოცების დიდმა მეგობარმა, რომელსაც კოცებმა ჩაახუტეს პრაქტიკულად ყველა ტენდერი, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დაწყებული რიკოთი დამთავრებული ანაკლით. და ასევე არაბებმა ვისი ხათრითაც კოცებმა მოხსნეს საკუთარი კანდიდატურა ზურაბ პოლულიკაშვილის და დააყენეს მათი კანდიდატურა, მხარი დაუჭერეს მას. სამაგეროდ ბაჩიაშვილი ხო დავიჭირე და ხო ჩამოგიყვანეთ, ხო და აწი ჩუმად იყავით. ეგ იყო თქვენთვის მთავარი ბატონო ბორის და დანარჩენო კოცებო. ეს შემოგვითვალეს არაბებმა. ეგაა თქვენი პროჭორვილური მშვიდობა და დალაგება რუსეთთან. ეგაა აბაშცე კარასინის ფორმატი. ეგაა ბუდიშების ფასი. ეგაა შედეგი ძახილისა, რომ ომი საქართველოს დაიწყო. ეგაა წულუკიანის კომისიის მავნებლობის შედეგი. საბოლოო ჯამში კი იმის შედეგი, რომ ბორის ივანაშვილი მთელი თავისი მილიარდების პატრონად მხოლოდ ნომინალურადაა გამწესებული. სინამდვილეში კი მისი ხაზე ენის დაბოტოქსებული პედოფილია მამინაცვალი რომ ბერავდა ცემით კასპის რაიონის სოფელ მეტეხში. დააკლო აშკარად. დააკლო. ქართულ ოცნებას რომ რამეზე რეაქცია იქნება და რუს დაუპირისპირდება, მე მაგისი აღარ მჯერა და ალბათ არც თქვენ. ისე კი, საგარეო საქმეთა სამინისტრო ან რომელიმე პროჭორვილელი პარლამენტარად წოდებული მაინც უნდა უპასუხობდეს ახლა ამას. და ამის უფრო ზუსტად პუტინის გეგმას. В Абхазии открывается материально-техническая база. რა თქმა უნდა, იცით რომ შავი ზღვის ფლოტისთვის აბხაზეთში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იხსნება. ამ პროგრამით მომავალშიც განვაგრძობთ თანამშრომლობას აბხაზეთისა და რუსეთის სამხედრო უწყებებს შორის. Мы будем и дальше углублять сотрудничество между военными ведомствами. ამისმა წინამორბედმა ასლან ბჟანია რომ ერქვა თავის დროზე გამოაცხადა ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზა იქნებაო. ატყდა მაშინ კვლევაძიება სად და როგორ უნდა დატეულიყო სამხედრო ხომალდები ნავმის ადგომთან, სადაც იქამდე მხოლოდ სანაპირო დაცვის რამდენიმე შედარებით პატარა კატარღა იდგა. მერე რუსებმაც დაამატეს ფსკერს ვაღრმავებ და უფრო დიდი ტონაჟის გემებს გადმოვიყვანთო. თორემ არც ყირიმში არ გაგვაჩერეს უკრაინელებმა და აღარც ნოვროსიისში დაგვაყენესო. მაგრამ სანამ ესენი მეტნაკლებად სერიოზულ საზღვაო ბაზას აუშენებდნენ საკუთარი შავი ზღვის ფლოტს, ეგ ფლოტი პრაქტიკულად აღარ დარჩა. ხო და გადაწყვიტეს, მაგრამ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დავარქვათო. დაარქვით. კოცები თუ არა უკრაინული დრონები გიპასუხებენ. სულ მალე. ვინ დაგვეხმარებოდა ჩვენ? იცით რა გვიპასუხეს? იარაღს გამოგიგზავნითო. დიახ, იარაღს რუსეთთან საბრძოლოდ. 3 ომი გქონდა რუსეთთან და დასავლეთმა დაიწყო ჩვენზე ზეწოლა, რათა ჩვენ ამ თხოვნას არ დავემორჩილეთ. და მათ მისცეს კანდიდატის სტატუსი იმ ორ ქვეყანას. იგულისხმება უკრაინა და მოლდოვა. საქართველოს კი არა, რათა ვითარებით манипуლირება შეძლებოდა. თითქოს საქართველოს ევროპას თავისი ხელისუფლების გამოშორდება. მოთხოვნები წამოგვიყენეს. ქვეყნებმა, რომლებიც ადრე მხარს უჭერდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დაიწყეს ორმაგი სტანდარტების გამოყენება, რაც საფრთხეს უქმნიდა ჩვენს ქვეყნის მთლიანობას. ეს იყო ამონაწერი მიხეილ ყშვილის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ El Mundo-ში გამოქვეყნდა. თავიდანვე ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რომ დრო და გაკარგინეთ ვიღაც უსწავლელი ფუტბოლისტის გლობალურ პოლიტიკურ მსჯელობას, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთზე აკინძულ ტყუილების ამ ჯაჭვს აქვს კონკრეტული მიმართულება, რომელმაც კონკრეტულ შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს აზრობრივად. მაშასე, თავიდან გავყვეთ. ტყუილი ნომერი 1 ბევრჯერ მოგვისმენია. ბევრჯერ უთქვამთ, რომ რუსეთთან ომის დაწყება დასავლეთმა მოქთოვა. აი, ტყუილი ნომერი 2 კი მე მგონი პირველად ამოროშეს. მე ყოველ შემთხვევაში არსად მომისმენია და არასდროს წამიკითხავს პროჭორვილების ნათქვამი, რომ დასავლეთი იარაღსაც კი კვდენდა, ოღონდ რუსეთს დაარტყითო. ბიჭო გამოგერთმია და მე არ დაგერტყეთ. გაწყენდა ზედმეტი იარაღი. აღლუმებზე გამოსატან და თავის მოსაწონებლად მაინც გექნებოდათ. მაგრამ კაი, შევეშოთ მაგასაც. ტყუილი ნომერი 3. კანდიდატის სტატუსი ჩვენ არ მოგცეს და იმათ მისცესო. იმათ ანუ უკრაინას და მოლდოვას. იმათ სტატუსი წელწადნახევრით ადრე მისცეს, იმიტომ რომ დემოკრატიული რეფორმების გზაზე უფრო წინ იყვნენ. გადარჩენისთვის მეომარი უკრაინაც კი, მაგრამ მაგასაც დავანებოთ თავი. იმათ კანდიდატობის მისაღებად იბრძოლეს. შენ კი და შენმა ხაზეინმა ყველაფერი გააკეთეთ, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის სტატუსი არ მოეცა. უბრალოდ გავიხსენოთ 2023 წლის 14 დეკემბრის ხდომა, როდესაც საკითხი წყდებოდა. რა მოხდა? თქვენმა ძმაკაცმა ვიქტორ ორბანმა, ალბათ ბორის ივანაშვილისა და დიდი ხუილოს მითითებით დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა. ოღონდ საქართველოს კანდიდატობის კენჭისყრა არ შემდგარიყო.
როგორც იმ ამბის მონაწილე დიპლომატები ყვებიან, უბრალოდ არ იცოდა, რომ დანარჩენი 26 ქვეყნის ხმაც კი საკმარისი იქნებოდა სტატუსის დასამტკიცებლად. ასე იყო ეს საქმე და პროჭორვილელებს დღემდე არასოდეს უღიარებიათ, როგორც ჩალიჩობდნენ ქვეყნისთვის ამ მართლა ისტორიული შანსის ჩაშლას. ასე მიიღო საქართველოს მაშინ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მართლა არ ნახული და გაუგონარი წინააღმდეგობის მიუხედავად საკუთარი ხელისუფლებისგან. ახლა კი ბორინკა რადნოი ამ უდიპლომო ფუტბოლისტის პირით ჩვენსა და მსოფლიოსაც გვეუბნება. ევროკავშირის სტატუსი იმიტომ მოგწეს, რომ შემდეგ ჩვენზე ზეწოლა დაეწყოთ. ხო და ქოც განა მეორედ უნდა თქმა. უმალ დაგთახდება. რა კი, წევრობაა პრობლემა, მოდი სულ არ უგინდა მაგათი ევროპა. წყალსაც წაუღია კანდიდატობაცა და წევრობაც უარი ვთქვათო. ამაჟერ კონსტიტუციის 78 მუხლი შეეწირება, რომელიც პროჭრვილელებმავე ჩაწერეს. და შემდეგ კი თავად სტატუსი. მაგრამ ამ სამი ტყუილის ამბავიც ჩაბარდებოდა წარსულს ივანაშვილის ბაობაბებივით. რუსეთის ჩემპიონს ფეხბურთში მიხეილ ყიშვილს მეოთხე და ყველაზე მამალი ტყუილი რომ არ დაებრახვებინა. მოთხოვნები წაგვიყენა და საფრთხე შეგვიქმნა დასავლეთმა, რომელიც იქამდე ხაზგასმა ჩემია. ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა და აქ ასახელებს USA-ს, ანუ შეერთებულ შტატებს. ქოცის ლოგიკა ხო პრიმიტიულია. მისე შედეგობრივი კავშირის დანახვა მხოლოდ ერთ ნაბიჯში შეუძლია. და აქ უნდა დაინახოს და დაიჯეროს, რომ დასავლეთი, ზოგადად დასავლეთი, კონკრეტულად შეერთებული შტატები აღარ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ უჭერს მხარს. მორჩა და გათავდა. ამჟელობა სიღრმეში თუ შევყვებით, შემდეგი დაგხვნა ასეთია. არც ამერიკა აღიარებს ჩემს მთლიანობას, არც რუსეთი. მაგრამ ჩემს მამაპაპას ხო მოუგონია დიდი სიბრძნე ნაჩვევი ჭირი გერჩინოდისო. ხო და ესე იგი, ჩემი ნაჩვევი ჭირი, ჩემი ედინა ვერეცი მკვლელი ტერორისტი ოკუპანტი რუსი უნდა მერჩინოს. ვიღაც გადამთიელ ამერიკელთან კი რამე საქმეა. ბაბუა ჩემის ეზოში მაგაზე ძველი მუხა მიდგას. პირადად ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. დიდი ხანია უკვე. ჯერ კიდევ 2011 წლიდან შენმა ხაზეინმა რომ პირველად თქვა პოლიტიკაში მოვდივარ, რომ უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ კრემლის პროექტი იყო. ამიტომ მასთან კითხვები აღარ მაქვს, მაგრამ კითხვა მაქვს შენთან, რუსეთის ჩემპიონთან ფეხბურთში. ბიჭო, ტრამპმა იცის რომ საქართველოს მთლიანობას აღარ აღიარებს, ან რუბიომ იცის და პირში ეტყვი მაგას შემართლა ყშვილო. რა შეიძლება ქონდეს ყველაზე დიდი საიდუმლო ქვეყანას? რა თქმა უნდა, სამხედრო ობიექტები. რომელი სამხედრო ობიექტებია ყველაზე საიდუმლო? რა თქმა უნდა, ბირთვულები. არანაირი ფული. არ დაენანებოდა უბრალოდ არავის, რომ გაეგო რუსეთის ბირთვული არსენალის საიდუმლოებები. მაგრამ მილიონები და მილიონები დაიზოგა. დასწრდნენ ჟურნალისტები, მოიმარჯვეს კომპიუტერები და უბრალოდ ამობეჭდეს საიდუმლოზე საიდუმლო ობიექტების გეგმები. რასაც თქვენ ახლა ეკრანზე უყურებთ, არის ორენბურგის ოლქში განთავსებული ბირთვული იარაღის 11 ობიექტი. სულ წვრილად. აქ საბრძოლო მორიგეობაზე დგას პუტინის სიამაყე, ჰიპერბგერითი რაკეტების სახელად ავანგარდი. ავანგარდზე ორიო სიტყვა. შეერაღებაზე 2019 წელს მიიღეს და ითვლება, რომ ვერანაირი ანტისარაკეტო თავდაცვა ვერ შეაჩერებს. სიმძლავრე აქვს 2 მეგატონამდე. ძალიან ბევრი. ერთი ანთაორთქლებული, ერთი ძალიან დიდი ქალაქი. აი ამ დეტექტიურ ისტორიაში ბირთვული რაკეტების ამბავი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. ოღონდ არანაკლებ საინტერესოა საიდუმლო როგორ გასკდა თვითონ. ტრადიციული რუსული პოხუიზმით. სამხედრო ბაზებზე რეკონსტრუქციის ჩასატარებლად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერები და სულ ღიად გამოსდო ზესაიდუმლო ობიექტების ნახაზები ნებისმიერ ჭრილში. საბუთებში წვრილადაა აღწერილი, როგორ აშენებული ეს ბაზები, რა ბეტონია, როგორი კედლები, რა ფოლადი, რა აგური, როგორ იცავენ ამ ბაზებს, სადაა განლაგებული დისტანციურად მართვადი ყუმბარტყორცნები და ტყვიამრქვევები. საჰაერო თავდაცვის სისტემებიც კი, მოძრაობის სენსორები, მოკლედ ყველაფერი. აი, ჯეიმს ბონდები და ტომ კრუზები რომ ცდილობენ ხოლმე ფილმებში, საღად შეღწევას და სიცოცხლის რისკის ფასად მერე ყველაფერს აფეთქებენ. საბუთები დეტალურად ხსნის, სად ცხოვრობენ და სად მუშაობენ სამხედროები, სად ინახავენ იარაღს, სად დადიან საპირფარეშოში, როგორ გამოიყურება სველი წერტილები და რა ტრენაჟორები უდგათ, სად თამაშობენ ჭადრაკს და შაშს. რატომღაც ეს ორი თამაში ნაყვარება ყველაზე მეტად რუსებს. აღწერილია მიწისქვეშა გვირაბები, კანალიზაციის, წყალმომარაგების და ელექტრომომარაგების სისტემები. მოკლედ ყველაფერი, რასაც ფილმის ბოლოს ჩვენი გმირები აუცილებლად ააფეთქებენ მთელი კაცობრიობის გადასარჩენად. ხო და მადლობა დანიელ და გერმანელ ჟურნალისტებს, რომ გაუმარტივეს ეს საქმე ჩვენს გადამრჩენებს, ჯეიმს ბონდებსაც და იმავე უკრაინის სპეცსამსახურებსაც, რომელიც დარწმუნებული ვარ უკვე უსხედან ნახაზებს. აბა, კაი ნადირობა ბიჭებო. ცოტაოდენი სპორტის შესახებაც. თუ კიდევ შეგრჩათ არაქათი ერთმანეთისგან გამიჯნოთ სპორტი და პოლიტიკა და ხელოვნება კიდევ. მე აღარ შემჭა, ამიტომ ჩემთვის ეს ამბავი სრულიად პოლიტიკურია. მოსკოვში იწყება ჩემპიონატი ფეხბურთში არტისტებს შორის. კი ეს უთხიათი მოსკოვში. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ ტურნირში საქართველოს გუნდიც მონაწილეობს. ხო, აი ქართველი არტისტები
იბურთავებიან რუსებთან, აზერბაიჯანელებთან, არგენტინელებთან, ურუგვაელებთან, ყირგიზებთან, ირანელებთან და სხვებთან. ჩემპიონატი გაიმართება მოსკოვის ლოკომოტივის სტადიონზე და სპონსორების სიას თუ გადაავლებ თვალს, დარწმუნდებით, რომ კრემლმა ამ საქმეში ძალიან დიდი ფული ჩაასხა. ძალიან. რუსეთის სპორტის სამინისტრო, რუსეთის ფეხბურთის კავშირი, რუსეთის რკინიგზა, მოსკოვის მერია და რატომღაც როსატომი. ხო, აი ბირთვული სადგურების მფლობელი და მმართველი სახელმწიფო კორპორაცია რო არის ზუსტად ის როსატომი. გუნდების შემადგენლობა ჯერჯერობით არ ვიცით, არ გამოქვეყნებულა, ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ და კანდიდატები ჩამოთვალოთ. ვის ერგებოდა მაგალითად საქართველოს სახელით მოსკოვის ლოკომოტივის სტადიონზე ხელოვნების ურუგვაელ და სპარსკურუმებთან ბურთაობა. ყველა ქართველი ხო ფეოლაა, ხო და მოდი ახლა თქვენ ჩამოთვალეთ თქვენი სასწავლები, აბა. 11 კაცი მოედანზე გვინდა და რამდენიმე შეცვლაზე. ჩემი პირველი კანდიდატია დიდი ხელოვანი და კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური მოღვაწე, მომღერალი და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ხაჩიძე. უკვე რუსეთში ყოფილა და იქნებ ინტენსიურად ვარჯიშობს კიდეც. მეორე კანდიდატი თემურ თათარაშვილი იქნებოდა ცხოვრების არც თუ ჯანსაღი წესი თუ მისცემს ამის საშუალებას. ერთი ტაიმი მაინც ხო უნდა ირბინოს. ძიანა გურცკაია ალბათ არა. ციკა კანდელაკიც ალბათ ვერ მოიცლის. კეტა ტაპურია რატომაც არა. კიდევ ანსამბლი ბრავო მეტეხი. მეგენი ისას ნახევარ გუნდში ეკრავენ და მგონი სულ რუსეთში არიან. ნიკოლოზ სისკარიძეც იზამდა, მაგრამ ალბათ ფეხებს უფრთხილდება. მეგი გოგიტიძე როგორ გამომრჩა, ეჩი ბაბოჩკი ტაკი სტრანნუე. მაგრამ მაინც გვაკლია ხალხი. კიდევ გვინდა ვიღაცები. მოკლეს კამი გვაქვს კიდევ ვინ? სოსო ჩამოვიდა პავლეაშვილი. ნაპადენიაში, ეგრევე. მირ დრუჟბა ფესტივალ. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროშა. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.